1 მარტიდან აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციები საჯარო დაწესებულებებისთვის ფინანსების გადარიცხვას ელექტრონული ფორმით შეძლებენ. სისტემის გამართული მუშაობის მიზნით რეგიონში მოქმედი საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი უტარდებათ. Სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ცენტრის ტრენერები უწყების თანამშრომლებს სისტემაში მუშაობას შეასწავლიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საღაზინო სამსახურის უფროსი ზურაბ ღომიძის თქმით, ელექტრონული სისტემა სახელმწიფო ხაზინაში 2010 წლიდან მოქმედებს. რეგიონისთვის კი ეს სიახლეა და სისტემის დანერგვა საფინანსო საქმიანობის პროცესის გამარტივებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. ორგანიზაციებს აქამდე სახაზინო სამსახურში წარმოადგენდნენ ვალდებულების ან საგადასახადო დავალების დოკუმენტებს ხახალზე ამობეჭდილი თავიანთი ხელმძღვანელების ფაქსიმილით დამოწმებულს და ბეჭედ დასხუნებს. აღნიშნულის გადაჭრა შეუძლიათ ოფისიდან გაუსვლელად პირდაპირ ინტერნეტის მეშვეობით ვასწავლით ორგანიზაციებს აღნიშნულ სისტემაში მუშაობას და შესაბამისად დაინერგება უკვე მიმდინარე წლის 1 მარტიდან. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ოპერაცია, რასაც ორგანიზაციები ხაზინაში ან საბიუჯეტო დეპარტამენტში მოსვლით აგვარებდნენ, შეუძლიათ უკვე გააკეთონ ელექტრონულად. ანუ თვითონ გადარიცხვა სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად მოახდინონ სხვა ორგანიზაციებში. ასევე ხელფასების გაცემაც და სხვა მომსახურებაც.